მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას აუქმებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჩვენ შევთანხმდით ამბობს ირაკლი კობახიძე ამ ბრიფინგამდე ის შეხვდა სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორს. აღსანიშნავია, რომ თესეუს წარმომადგენლები არ იყვნენ ამ შეხვედრაზე, მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის და ირაკლი კობახიძემ თქვა, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუში. ასევე სტუში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონეს სასწავლო პროგრამები, მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუში დარჩება მილევად რეჟიმშიო, განაცხადა კობახიძე. ბრიფინგზე კობახიძე სტუს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, როგორც გითხარით, და შესაბამისად შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. კობახიძე ასევე ამბობს, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ შეინარჩუნონ ის ასე ვთქვათ, პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან ამ უნივერსიტეტში. საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტების მიღება არ იქნება, თუმცა როგორც გითხარით, ის ამბობს, ამის მიუხედავად მოხდება, ასე ვთქვათ, შენარჩუნება იმ პროფესორ-მასწავლებლების, როგორ მოხდება და სად, ეს ჯერჯერობით არ ვიცით, უცნობია. მე წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, რევაზ აფხაზავა, თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს წევრი, ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ დღეს სხვა თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ. გუშინ ჩატარდა თავისუფლების მოედნის ინიციატივით ფორუმი საქართველოს გულისთვის, ხო, ასე ერქვა და ამ ფორუმზე იყავით თქვენც, როგორც თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი, ისე ბატონი ვაჟაც, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი და ამ თემაზე ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ რადგან დაგვემთხვა ეს და თქვენ განათლების ექსპერტი ბრძანდებით, შესაბამისად ამ თემით დავიწყებ, რომ თქვენი შეფასება მოვისმინოთ, ხო. მოგესალმებით. ხო, არ ვიცი, ხა მე მაგალითად ეს განცხადება ჯერ ესეც დავიწყეთ, რომ ამ ხელისუფლების ეგრეთ წოდებული არათანმიმდევრობა არის ცხადია საარაკო, მაგრამ ასევე მე არ ამგონია, რომ ეხა ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს ბედნიერი ამ გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ ჩემი აზრით გაერთიანება ესე ითქვა უარი, მაგრამ სამაგიეროდ დაანონსდა ფაქტიურად გაუქმება ამ უნივერსიტეტის. იმიტომ რომ ის მიმართულებები, რომ 90-იანებში დაბრუნებას დაანონსდა, მათ შორის ჩვენ რა ვიცი, ვისაც ახსოვს 90-იანებში როგორი იყო საქართველოს განათლების სისტემა, არ ამგონია ვინმეს უნდოდეს იქ დაბრუნება. და კიდევ ერთი ხაზგასაცმელი საკითხი არის, რომ 15 წელია საქართველოში განათლების დაფინანსება არ შეცვლილა. ანუ 15 წლის წინ მე წარმოიდგინეთ, რამდენი იყო 1 და 6 იყო, მე მგონი დოლარი კურსი. მაშინ რომ დადგინდა 2250 ლარი ერთ სტუდენტზე, დღემდე წარმოიდგინეთ 15 წლის განმავლობაში ეს არ შეცვლილა და თუ კი ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გახსნა 90-იანი წლების მერე სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები თუ ჰუმანიტარული მიმართულებები ეს გახსნა, იმიტომ კი არა, რომ კარგად ყოფნის გამო კი არ გახსნა, იმიტომ გახსნა, რომ მაგალითად მეტალურგია და სხვა სიტყვაზე კი სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებები შეენარჩუნებინა, იმიტომ რომ იქიდან შემოსული ფულით ერჩინა ის ტრადიციული მიმართულებები. ეს ხალხი იცი როგორ გველაპარაკება, გეგონება წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში, მანამდე ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ბევრი რამე დავაშავეთ და ეხა ესენი მოვიდნენ და ასწორებენ. ნუ ეს ამას არ ვიცი ხარ რა. კობახიძე ახალია შედარებით. ნუ ხო და ეხა რა ახალი ერთი კაცი აღნიშნეს ამაზე. სინამდვილეში ერთი კაცი არის, ხო, აქ გადაწყვეტილების მიღები, რომელიც აი როგორ უნდა ინატრო, რომ პუტინის რუსეთში ცხოვრობდნენ, რომ ის მაინც იცოდე პასუხისმგებელი ვინ არის.
რომ ის კაცი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი და ის თავის თავზე იღებს იმ პასუხს და ჩვენთან ის დამალული არის ვინც რაღაც პანდებთან, თუთიყუშებთან და იმებთან, პინგვინებთან ერთად ცხოვრობს და იქიდან იღებს გადაწყვეტილებას და ესენი არის შესრულებლები, რომელსაც მე ზოგადად გაუშვებს, ზოგადად ხან ციხეში. ეს გადაწყვეტილებაც ახლა მან მიიღო. ეს გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომ უნდა ფაქტიურად აი არათანმიმდევრობის, ხო, ჯერ ხო მივიდნენ სამი კვირის წინ იყვნენ მისულები და აქეს და ადიდეს. ლაბორატორიები ათვალიერეს, რომ CERN-ი იყენებს ამ ლაბორატორიების შედეგებს. რაღაცა იქ ლადო კახაძე უხსნიდა ორი ლაინერისგან კატამარანი როგორ უნდა აქეს ადიდეს, რომ ეს არის აი წამყვან მერე გამოვიდა დაცინა კობახიძემ შეურაც უკიდურესი ჩემი აზრით შეურა მე ვიგრძენ მე არ მაქვს მე თესეო მაქვს დამთავრებული მაგრამ აი მაინც ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 104 წლის უნივერსიტეტი მე ვიგრძენ თავი შეურაცხყოფა და წარმომიდგენია იმ პროფესორებმა როგორ იცის დაცინეს განადო მე თქვეს რომ იქო ჰუმანიტარულ მიმართულებებსო დაჩაგრული ყავს ტექნიკური მიმართულებებიო ეხა ანუ ძალიან მსხვილად არის წარმოდგენილი და ეხა ამბობენ ამას საერთოდ გავაუქმებ პროფესორებს არ გაუშვებო რანაირად ხო რა ვიცი რანაირად ჟურნალისტიკის ფაკულტეტი სად უნდა წავიდეს ხო დიზაინის ფაკულტეტის მაგალითად პროფესორი წაიკითხავს турбулентური ნაკადების იმას რა ქვია ფიზიკას თუ რა არაუდოდ ამ ხალხს გადაიყვნენ TSU-ში მაგრამ TSU-ში გადაიყვარა სხვა თეორიის ვერა ესეც უნდა ვთქვათ რომ ხალხს რო ეგონა რომ აი იმას აერთია იმას ვაუქმებთ და TSU-ს არაფერი არ არიყო ესე იმიტომ ხალხს გონია რომ TSU არის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი არ არის ასე ნუ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებს რო თავი დავანებოთ TSU-ს აქვს მართლა საუკუნოვანი მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართულებები. იმასაც ხო საფრთხე ემუქრებოდა. ანუ ამ გაერთია იქაც მათემატიკის აქაც იყოს თუ როგორ ერთ და ესენი ამბობთ და ეს GPI-ის ეგრეთ წოდებული GPI-ის ნახოთ ჩვენ ძველი თაობის ხალხი ისე მაგას ვეძახით, მაგრამ ამ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობდნენ რომ ჩვენო აი ეს იყო ძალიან გულის მოუკლელი ჩემთვის რომ ამბობდნენ რომ აი ჩვენ რეფორმას კი ვეთანხმებით მაგრამ აი გაერთიანება რეფორმის ფარგლებში ერთიანები და ეხა რასაც ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი რასაც ნიშნავს, ეგ არის მთავარი დამღუპველი. ხალხი კი გახურდა იმაზე, რომ აი რაღაცა ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება. სინამდვილეში ამათი მთავარი მიზანი არის უმაღლესი განათლების დასამარება. ამას ესენი აღწევენ. რატო შეიძლება იყოს ასეთი მიზანი? იმიტომ რომ არ აწყობთ ამ ადამიანს კაცი გამოვიდა და გვეუბნება რომ წადითო ბიზინა ივანიშვილი გვეუბნება რომ აქო ჩვენო მომავალი არ გაქვთო და წადითო გვეუბნება მისი ის კარის რაღაცა ის რო ყავს ფილოსოფოსი თუ რაღაც ეს კაცი ხო იმანაც გითხრა რომ წადითო ვოლსკი გამოვიდა და გითხრა რომ ბოთლის ბერავები გჭირდებაო და სულ ეს პოლიტიკა არის რა და რა ვიცი ხა თუ არ გინდა ამის დანახვა და თავი გინდა დაიბრმაო, ოკეი, კი ბატონო, დავიგე. ბატონო ბაშა, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე თუ გაქვთ საზრება, ანუ რატო გადაწყვიტეს, მე რატო გავქვეთ, და ბევრი ფიქრობს, რომ აი, როცა მათი მომხრეები ხმა ამოიღეს, იმათ გაუწიეს ახლა უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ანგარიში და ეს ხალხი თუ სხვა რამაზეც ამოიღებს, ხმას შეიძლება უკეთესი იყოს, ხო? სამწუხაროდ განათლების სისტემასთან და უმაღლეს სისტემასთან შეხება ნაკლები მაქვს. მე ძალიან რადრე სწავლობ 70 წლების ბოლოს სწავლობდი, ჩემი შვილებმაც უკვე დაამთავრეს. დიდი ხანია და 10 წელიწადზე მეტია და შორიდან ვუყურებ, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, რეფორმა ნამდვილად საჭიროა, ნამდვილად არ არის კარგი რომ რეიტინგი, სოფლიო რეიტინგის ასეულშიც არა ვარ შესული, მაგრამ არა ასეთი თქვათ დამოკლეს მახვილით რომ პირდაპირ გადაჭრა, თავი მოვაჭრა და მოჩენილი არის. ყველაზე მთავარი პრობლემა, მგონი, უმაღლეს განათლების სისტემაში არის ის, რომ სამწუხაროდ სტუდენტების 90% არის ძალად. მშობლებს უნდათ რომ ყავდეთ უმაღლეს განათლების მქონე შვილი. და ასევე ალბათ ეს ახალგაზრდები, თქვათ რაიონიდან მithumetes სწავლობს, ურჩევნია თბილისში იყოს, მშობელი დაახლოებით ალბათ 1500-დან 2000 ლარამდე უჯდებათ თვეში. შულების აქ შენახვა, წარმოიდგინეთ რომ ხელად თანხა გამოდის და რეალურად მე ხელში არავითარი პროფესია არ აქვს ამ ადამიანებს. დღესაც დამეთანხმებით ალბათ რომ
უმაღლეს დამთავრებულის მაქსიმუმ 5% თავისი პროფესიით მუშაობს. 95% ამ პროფილს იცვლის ან სხვა. ოღონდ მაგას ამბობს რომ ესე იგი პრობლემა არისო, თქვენც მეთანხმებითო და ამიტომ არის საჭირო რეფორმაო და ვაკეთებ უყაროთ. ეხლა რაც დააპირეს, აგერ 2 დღეში შესვლა მოუწიათ ისევ და ეს არის პოლიტიკურად მაინტერესებს ეს რა გზავნილია პოლიტიკური, ხო? ერთ დღეს აპირებ მე მოგიწია გადათქმა. რის გამო მოუწიავს ივანიშ უნდა დარეკა? თუ საკუთარი მომხრეების გაბრაზება არ არის. პირველ რიგში ის არის რომ ამ ქვეყანაში განათლების მქონე ადამიანები არიან, თუ განათლებული ადამიანი და ეკონომიურად დამოუკიდებელი ადამიანის მართვა ძნელია. კარგს თუ ცუდ განათლებას იღებს, მაინც განათლებას იღებენ, ცხოვრებას ნახულობენ, იმ ჩაკეტილი გარემოდან გამოდიან, თქო, რომელიც რაიონებში არის. სოციალიზაცია ხდება უფრო ამ ხალხის და უფრო მეტი მოთხოვნილებები უჩნდება და უფრო ძნელია ამ ადამიანების დამორჩილება. რეალურად სტუდენტები რომ ნამდვილი სტუდენტები იყვნენ, ალბათ უნივერსიტეტთან და ტექნიკური უნივერსიტეტის წინ და რუსთაველზე 90% ისინი უნდა იყვნენ და არა ჩემი და ჩემ შემდგომი თქო 10-15 წლის რუსი ხალხით არ იყოს. კი, სამწუხაროდ ძალიან ცოტა არის. აი და ამიტომაც თუ ასეთ გადამწყვეტ რეფორმას კიდევ არ ამგონია რომ დაიხიონ, მაინც შეცვლიან მიუბრუნდებიან, რომელსაც მიჩვეულები არიან. უბრალოდ თუ დრო იყო. თუ იქ ეხლა არა, იმ შენობებს ისე რომ შენობების ინტერესი თუ იყო, ალბათ რამდენიმე შენობას წაართვევენ გეპეს. იყო იგივე შეგვიძლია ვიყოთ რესპუბლიკური სამართლობის ამბავი, როდესაც რესპუბლიკურის დაშლა უნდა განადგურება მთლიანი შენობის და იქ კარგი 10-50 სართულიანი კორპუსი ჩაეტეოდა და ხო ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები რო გავითვალისწინოთ გვერდით სააკაძის მოედანზე ძალიან დიდი პარტია იქ უკანა ეზოები კიდე რამხელა თუ იქ არ სწავლობდი არ იცი რესპუბლიკურის გაჩერდა ესეც გაიგე სულ აი ჩემი მეგობრებიც მათ შორის რა რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული სულ აი ნუ რა აზრი აქვს და რა იქ რო გეხა რა გინდა და აი ნუ რა ოკეი აი ესეც არის მაგალითი იმის რომ პროტესტს აქვს აზრი პროტესტს აქვს შედეგი ნახე რას ამბობენ ისინი რომ თქვენ პროტესტს არ აქვს აზრი. აი ხალხის პროტესტს აქვს აზრი, ვინც ხარს უჭერს. არა აქვს მნიშვნელობა. აქვს აზრი. პროტესტს აქვს აზრი. ყოველთვის აქვს აზრი და მეთანხმები თუ 18-ები ვართ, რომ მე ბიზნეს დაბადებისგან და ბიზნეს მაისურებით მივიდეთ ყველა და ქუჩა გადავკვიდოთ, ალბათ მაღაზია არ დავიდეთ. ო, კარგი აზრია, ხო და აქვს ერთი მაისურებით გადავკვიდოთ ქუჩა. ერთი რო აქვს პროტესტს აზრი, მეორე ის არის რომ მაგალითად რიგ შემთხვევებში, აი როგორ წდება მაგალითად თეატრ აი იმაში სამხატვრო აკადემიაში იქ ვიღაცებს ჩარევა ხდება, იქ ნიკუშა შენგელაიას თხოვენ, ის ნიკუშა მერე ბიზნესთან მივა, ის ბიზნეს ეტყვის რომ იქნება არ ვირა, აი გავაჩერო ცოტა ხანი ესე. აი ამ რეალობაში ცხოვრობთ, რომ ნიკუშა შენგელაიამ შეიძლება განათლების რეფორმას რაღაც დააპაუზოს იქ ვიღაცას ისაკრას, აი ესე გარიგებებში გა. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს არ არის ქართული ხალხის არჩევანი. ამისთვის არც მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებს ამისთვის ხმა არ მიუციათ რა. ნამდვილად დარწმუნებული ვარ და ის რომ ეხა ესეთი რაღაცა გადაწყვეტილებები და ტაქტიკური მე ვიძახდი ეხა იქ გუშინ წინ ვიყავი ეთერში თეასთან და იქ თქვი რომ აი ჯერ კიდე მიდიოდა ეს მოლაპარაკებები და თქვი რომ რაღაც ტაქტიკური უკანდახევები იქნება. ეს არის ტაქტიკური უკანდახევა. ის რომ შენობები გაიყიდება, ის რომ ნახევარი თვითონ ხო თქვენს რომ დომინანტი არისო იქო სხვა მიმართულებები. ანუ გამოდის რომ თელ მათი სინამდვილეში არ არის ეს. ტექნიკური მიმართულება არის დომინანტი ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგრამ მათივე გაგებით ხო არის? ანუ ესენი ესე იგი თავისივე გაგებით ამბობენ რომ აი ეს დომინანტი მიმართულებები რაც არის და ტყვეთ რო ყავს აყვანილი თურმე ტექნიკური მიმართულებები, იმას თქვენ დაუკვე რა ამხას რას უშვებია. რომელიც მათ უჭერს ხარს. საინტერესო კითხვა ხო რაღაცას დაპირდნენ ალბათ, ნახოთ ნუ რა. ხო და ეს ხო ტყუილია. ეს ხო ისეთივე ტყუილია, რომ ყველა გურულებს რო უთხრა, ყველა ოჯახში სოლარიუმი გექნებათ. სოლარიუმს რო პირდებოდნენ და 5 მილიონს სოფელს და უფასო ფულს და ამათ ხო ტყუილის პრობლემა არა. კი ბატონო. ეხლა მინდა რომ მოვასწროთ იმ თემაზე, რა თემაზეც მოგიყვანეს, თუმცა ეს არის ფორუმი, როგორც გუშინ ჩატარდა. ბატონო, თქვენ გამოხვედით იქ ამ ფორუმზე და ილაპარაკეთ როგორც ვიხდი, პროტესტი როგორ უნდა გაგრძელდეს. ხო, ამ ფორუმის მნიშვნელობაზე რომ მითხრათ ორი სიტყვა და მე რა თემაზეც თქვენ ისაუბრეთ, იმაზეც რომ გადავიდეთ.
გუშინდელი ფორუმი ნამდვილად საჭირო იყო, იმიტომ რომ საზოგადოება უკვე ხედავს, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შეუძლებელია პოლიტიკური თანხლების გარეშე. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იყო 2025 წლის ზაფხულში, როდესაც 18 ივლისს 8 პარტიის გაერთიანება მოუწოდა აქციაზე. იმდენი ხალხი, მე მგონი 2012 წლის აქციის მერე პოლიტიკური პარტიის მოწოდებაზე არ ყოფილა. მივხვდით ეს ერთი წლის განმავლობაში მე ვფიქრობ და მაშინაც ვიძახდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ დავუკარგეთ დრო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მხოლოდ ენთუზიაზმზე საზოგადოების წარმომადგენლები და ვერ ძალიან ძნელია საზოგადოებამ რაღაც გეგმა შეიმუშაოს, როდესაც შეიძლება მართველი პარტია გადააჩოჩო. აქ აუცილებელი იყო პარტიები და დღეს ალბათ 90% იმის რუსთაველზე ვდგევართ და საზოგადოების ვინც სახში ზის, ისინი თვლიან, რომ ამათი ოცნების გაჩოჩება შეიძლება მხოლოდ პოლიტიკური ძალით. მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც თავისუფლების მოედანს, არც რაც იქნება 4 ნომერი თუ 9 ნომერი, იმის ძალა არ გააჩნია, რომ დამოუკიდებლად შეძლოს. აუცილებელია გაერთიანება, თუნდაც იმ ერთ საკითხზე, თქვათ, რაც ყველასთვის საერთო არის, რომ არ შეიძლება ოცნება იყოს ხელისუფლებაში. და ამის შესახებ ყოველ დღე ამ კვირაში რამდენჯერმე საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პოლიტიკურმა პარტიებმა. გაერთიანების პოლიტიკური პარტიების საერთო აზრზე ძალიან ბევრ საკითხია. რა თქმა უნდა, ყველა პარტიას თავისი რაღაც იქნება გეზი, არ შეიძლება რომ 100% დაემთხოს, მაშინ ერთი პარტია იქნებოდა. მაგრამ ერთმანეთში განსხვავება რაც აქვს, ისინი ჩუმად ერთმანეთთან ილაპარაკონ. საზოგადოებაში ნუ გამოიტანა. და რაზეც ერთიანდებიან, ის მოგვაწოდონ რა, როგორც ოცნება დღეში 5-ჯერ ან 10-ჯერ ერთი და იგივე მოსახლეობას უნერგავს. ზუსტად ასე ყოველ დღეში 5-ჯერ თუ არა, კვირაში 5-ჯერ მაინც. საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ოპოზიციონურ პარტიებმა, რომ ჩვენ ერთიანი ვართ ამ საკითხზე. ჩვენ ერთიანი ვართ ამ საკითხზე. და აი ესეთი საკითხები ბევრია და ამით უფრო მეტი მხარდამჭერი იქნება ოპოზიციური პარტიების. მე გუშინდელს თქვი და ალბათ სამწუხაროდ კიდევ მომიწევს ბევრჯერ მაგის თქმა. ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩვენ ხმას ვაძლევდით ვიღაცის წინააღმდეგ. და არა მხარდასაჭერი. ოღონდ ესენი არა და გინდა ეშმაკი იყოს. სამწუხაროდ ახლანდელი არჩევნები, რომელიც იქნება ეს რიგარეშე იქნება თუ 2028-ში იქნება, ასევე მომიწევს ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა. იმედია არ იქნება. მაგრამ არა პირველი არჩევნები მაინც იქნება მაგისთან რომ ვიღაცის წინააღმდეგ უნდა მივცე ხმა და აი მე უკვე არა მარტო მე, არამედ ალბათ მოსახლეობის უმეტესობამ ხმა უნდა მისცეს პროგრამას. იმ პროგრამას, რომელსაც პარტია წარმოადგენს. და ეს პარტია პასუხისმგებელი უნდა იყოს ამ პროგრამაზე. ეს არის სწორედ დემოკრატია, რომ პარტიის, თქვათ, გადარჩევა მე ხდება, იმიტომ რომ მან მის მიერ მოწოდებული პროგრამა ვერ შეასრულა. ხო, ნუ ეგ როცა დემოკრატია გვაქვს, მაგრამ დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს, ხო? არა, იცი. თქვენ თავისუფლების მოედანს წარმოადგენთ და თქვენ იყავით ინიციატორი და რა ჩვენ არა მარტო საზოგადოებრივი ასამბლეაც იყო ჩვენ. კი ბატონო, რა დატვირთვა აქვს ამ? დატვირთვა აქვს, რა ვიცი, ჩემი აზრით, რომ ამას რომ დატვირთვა აქვს, აი მანამდე ლაპარაკი უფრო ისე იყო, რომ უნდა რაღაცა თეორიულად აგვეხსნა, მაგრამ ამას რომ დატვირთვა აქვს და ამაზე რომ მოთხოვნა არის საზოგადოებაში იმანაც აჩვენა, როგორი გასწრებას და ჩართულობაც იყო ამ ფორუმში, რომ აი ამ 3 საათის განმავლობაში ფეხი არ მოუცვლია ხალხს და აი ძალიან ჩართულები იყვნენ ყველანი და ძალიან კარგი აუდიტორია იყო, ძალიან კარგი სპიკერები იყვნენ და ის რომ ადამიანებს აქვს სურვილი, რომ გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები ცხადია, რომ აი ბატონმა ვაჟან ძალიან კარგად თქვა, რომ ეს ინდივიდუალიზმი პოლიტიკურმა პარტიებმა შეუძლიათ მაშინ გამოაჩინონ, როცა ეს გასაჭირი იქნება დასრულებული. ეხლა რაზეც თანხმდებით, ის უნდა იყოს გამაერთიანებელი. როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. აქ ჩვენ ხო პოლიტიკური პარტიები გასაგებია, სკეპსისის გასაგებია, ის საყვედურების გასაგებია, რაც არის ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ და ძალიან ობიექტურიც არის რა, ეს ყველაფერი გასაგებია ის, მაგრამ
თან უნდა გავითვალისწინოთ რა გარემოში ვართ. ესეთ საშინელ გარემოში, ასეთ ბრძოლაში, ასეთი დიდი მტრის წინაშე, ასეთი ორგანიზებული, ასეთი დაფინანსებული, ასეთი ამხელა ფულის, ენერგიის, რესურსის მქონე ამ თან ჰიბრიდულ ომში. ეს არის უპრეცედენტო ბრძოლა რა და ეხა აქ რო გასაგებია რომ ეხა პოლიტიკური პარტიები და რო გიჭერენ და ციხეში სხედან პოლიტიკური პარტიების ლიდერები და ეხა რაღა უნდა მოთხოვო რა რომ აი კაცი ციხეში ზის ლიდერი 1 2 3 4 ერთი გამოუშვეს ეუნებიან რომ ეხა შეგაბრუნებ კიდე 15 წლით და ასე შემდეგ ხო და აქ რო გასაგები რთულია ეს ბრძოლა მაგრამ ის რომ პოლიტიკური პარტიები თავარ საკითხზე შეთანხმდებიან და ჩვენ თანხმდებით ამას. და ეხლა უახლოეს მომავალში ეს კიდევ უფრო კარგად იქნება არტიკულირებული და საზოგადოება კიდევ უფრო კარგად დაინახავს როგორ მოახდენთ კოორდინირებას. მე ღმერთმა მე ეხლა რა ვიცი სამოქალაქო სექტორიდან ამათვის ავაცახსენებელი ქართული ოცნებისთვის სამოქალაქო სექტორი განათლების სფეროში მუშაობდი და ჩემი ღმერთმენიც უდი არაფერი გამიკეთებია და პირიქით, რა ვიცი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, მაგალითად, დეცენტრალიზაცია განათლების და ესეც ამეთ უცუდია, ცუდი იყოს, მაგრამ მოკლედ პოლიტიკურ აი სხვა გზა აღარ იყო უკვე რა, ყველა ველი დახურეს ამათმა და ჩვენ ყველანი დღეს მე რა ნამდვილად ჟურნალისტების პოლიტიკოსები ხართ, უკვე სხვანაირად აღარ გამოდის და კანონი მიიღეს ცოტა ხნის წინ, რომელიც ვითომ გადაფარეს ამ უნივერსიტეტებს გაერთიანებით ეგრეთ წოდებული რომ ყველანი პოლიტიკოსები ხვდებით. ნებისმიერი გავლენაა ეხა რომ საუბრობ რაღაცას და იქ ვიღაცამ თუ ფული გადმოგირიცხა მაგალითად ნათესავმა უცხოეთიდან უკვე დამთავრებული ამბავია დაგიჭერენ 7 წლით. ხო რა. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს რომ ერთ აზრზე ვიყოთ ყველანი. ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ აი თავისუფლების მოედანი აი მანტრასავით ვიმეორებთ რომ ჩვენ გვინდა მულტიპარტიული დემოკრატია. არაზოს არ გვიქვამს რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ აი თემ ძალა. გავიგეთ, მაგრამ თან გაერთიანებაზე არის ლაპარაკი ხარ. გაერთიანებაზეც არის ლაპარაკი. ალტერნატივა რა სახის გაერთიანება შეიძლება აი იმ სახის ჩემი ღმერთმენით მაგას ვამბობ რომ ვერაზროს მემარჯვენე და მემარცხენე პარტია ეს ეკლექტური გაერთიანება იმის ძალაუფლებისთვის რაც მოხდა ქართული ოცნება კიდევაც ნახეთ რა კაი დახლით დაგვიყენეს ამათმა. არანაირი იდეოლოგია ამათ არ აქვს, არანაირი მომავლის ხედვა არ აქვს. და ჩვენ ვამბობთ რომ კი სხვადასხვა პოზიციის შეიძლება იყოს და ეხლა რამდენი საპარიკმახერი და აფთიაქი უნდა იყოს იმაში და სუპერმარკეტი ამაზე კი არ ვლაპარაკობ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში თანაბარუფლებიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც ყველას შეიძლება პოლიტიკური გავლენის და ზეწოლის და აწლეხის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სასამართლო უნდა იყოს და პოლიტიკური პატიმრები და სინდის პატიმრები უნდა გათავისუფლდეს. ამაზე ხო ყველა თანხმდებით დიდი ხანია. იქ ქუჩაში რო დგევარ, ჩემს გიხარ. რა სახის უნდა იყოს ეს გაერთიანება? ხო, რა სახის? არა, აქ უნდა იყოს. აქ რა უნდა იყოს? აქ უნდა იყოს უბრალოდ ძალების კოორდინაცია და კონსოლიდაცია, რომ ეხა მე ვიждები აქ სიტყვაზე თუ ახლების წარმომადგენელი თუ ჯაფარა იждება თუ ვინ იждება, აი ამ ერთი თავარი მესიჯები დღეს რაზეც გვაქვს განსხვავება, ის უნდა გადავდოთ. იმიტომ რომ დღეს რაღაცა ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა როა, ეხა აი მუნიციპალიტეტები ესე უნდა იყოს მოწყობილი თუ ისე უნდა მოწყობილი. ამაზე არ არის ლაპარაკი, საპარიკმახეროები მიყოლებით უნდა იყოს ერთმანეთის თუ ცალცალკე თუ სალობიები თუ რაღა, აი ამ სიგიჟებზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ თავარ რაღაცეებზე. მათ შორის ვლაპარაკობთ ყველასთან, მათ შორის ვლაპარაკობთ ოცნებასთანაც. კი, იმიტომ რომ ჩვენ ქუჩაში ვდგევართ და ვითხოვთ ეთერს. უკვე წელიწად ნახევარი. აი გეპატიჟებათ აგერ განათლების სისტემას. კი ბატონო და მივალთ. მივალთ, იმიტომ რატომ მივალთ? იმათაც სალაპარაკოთ კი არ მივალთ. ჩვენ მივალთ იქ ხალხთან სალაპარაკოთ. კი ბატონო. ეს ეთერს ვითხოვთ ჩვენ. ამდენი წელია. აი ეხა იქნება იმედზე განათლების თემაზე და თქვენ დაგიძახეს თუ არა? კი, ნუ კი. აჰა, კი ბატონო. იქნება და აუცილებლად არავინ უარს არ იცის. ჩვენ არაფერს არ გვეშინია და მაგათი ეხა იმის ილუზია რომ ეხა ჩვენ ყობახიძეს ან ვიღაცას გადავარწმუნებთ რამეში, იმიტომ რომ თვითონაც იციან რა მავნებლობასაც აკეთებს. გასაგებია. ბატონო ბაჟა, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ ეს გაერთიანება რა სახის უნდა იყოს? ანუ ყველა საუბრობს რაღაც კოორდინაციაზე,
მაგრამ კოორდინაცია რამდენად საკმარისია ხო? თუ ეს უნდა იყოს რაღაც ერთიანი ძალა, ერთი ქუდით, ერთი ლიდერით და ასე შემდეგ. ერთიანი ძალა, ერთი ქუდით, ერთი ლიდერით, რაც ნახეთ რა კაი დახით დავიდგა ის. ჩემი აზრით, თქო ეს არჩევნები, რომელიც პირველი ჩატარდება, ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების გამარჯვების მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ მე ნომერ პირველი ვიქნები, ნომერ მეორე ვიქნები. არამედ მიზანი უნდა იყოს, რომ ეს არჩეული ახალი პარლამენტი მაქსიმუმ მანამდე არჩევნები მოსაპოვებელია. თუ 2028 წელს არა, აი თავის გამოსვლაში ქონდა ეს სულ მნიშვნელობა არა აქვს რა რომელი იქნება 28-ში იქნება თუ რიგარეში იქნება. ეს ამ არჩევნებით არჩეული პარლამენტის მთავარი მიზანი იქნება, რომ საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა დააბრუნონ ევროინტეგრაციის კურსზე. იმ კანონებზე, რომელიც საქართველოს დაეხმარება ევროპასთან და თქვა განვითარების სოფლიოსთან დაახლოებით. შიდა პოლიტიკის რა განვითარება. თქმა უნდა, რომ პოლიცია იყოს თავისუფალი, სასამართლო განთავისუფლდეს, არჩევნები იყოს არჩევნებში სიცოდეიდას არ დაჭირდეს რომლიღაც პარტიის დახმარება და ეს მრავალპარტიული პარლამენტის იმიტომ არის კარგი, რომ ეს პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება, იქ გაყალბება მაინც იქნება. რა დონის იქნება ეს გაყალბება, უკვე საზოგადოებაზეა დამოკიდებული. გაყალბება მაინც იქნება. და უკვე შემდეგზე სიცოდეიდას ვერც ერთი პარტია ვეღარ ეთქვის, რომ შენ ჩემთვის უნდა გააკეთო ხმა. იმიტომ რომ არც ეს არ იქნება უმრავლესობა და იქ როგორც ბევრი ევროპის ქვეყანაშია, ხო? შეიძლება 5 კაცებმა პარტიამ გადაწყვიტოს როგორ კოალიცია შეიქმნება თუ არა. და ამ კოალიციის შექმნაზე უკვე ეს პარტიებიც იფიქრებენ, რომ შემდეგ არჩევნებზე მე როგორ მოვიქცევი, იმის და მიხედვით მომემატება ხმა. ალბათ პირველ რიგში ალბათ შეიძლება პროცენტმა დაიწეს, რომ ბევრი პარტია შევიდეს, მაგრამ ყოველ შემდეგ არჩევნებზე ალბათ შეიძლება ეს პროცენტმა ნელ-ნელა მოიმატოს. არ შეიძლება საქართველოში იყოს 200 პარტია და ამ 200-დან 195 იყოს ერთი კაცი პარტიის წევრი. ერთი კაცი იყოს ამ პარტიის სახე. არ შეიძლება ასე რომ იყოს. იმიტომ ეს ერთი კაცი თუ გაქრება ეს პარტიაც დამთავრებულია. და თუ პარტიების გაერთიანებას როცა დემოკრატია დამყარდება ამ ქვეყანაში. აი არა, ამიტომ თუნდაც ეს ბერავა, ეს ფორუმი რატო იყო კარგი? აი თუნდაც ეს ბატონმა ვაჟამ რას თქვა, აი ძალიან კარგი საკითხები იყო წამოწეული, რომ ეხლა ჩვენც მაგას ვამბობ. რომ რაღაცა გარდამავალი პერიოდის საკითხები არის, რამაზე გეგმა გამოვაქვეყნეთ და სადაც ვლაპარაკობთ, როგორ უნდა მოეწყოს განათლების სისტემა, დეპოლიტიზება, როგორ უნდა, აი გარდამავალ პერიოდში, რაზეც ბატონი ვაჟაც საუბრობდა, ხო? ამაზე ვიკრიბებით ყოველ სამშაბათს ანგარის ვაბარებთ ხალხს რუსთავის მოკლედ. უბრალოდ რას ვამბობთ, რომ აი ზუსტად იგივეს, რომ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, როდესაც აი ეს თავარი რისკები და თავარი მავნებლობები ჩაიხსნება და ინდივიდუალიზმი პარტიების, რაზეც ბატონი ვაჟაც საუბრობდა. აი შემდეგ უნდა გამოვა. მე ვიკამათოთ, მე მემარცხენეთ მინდა, უფრო მართო თუ მემარჯვენეთ მინდა ეს ქვეყანა, უფრო დეცენტრალიზებული მინდა თუ უფრო ცენტრალიზებული განათლება. აი ამაზე მე ვიდაოთ. ჯერ უნდა ესენი მოვიშოროთ, უნდა აი ამ პარტიული კონტროლისგან ესენი ეს სტრუქტურები, რაც თქვით თქვენ, ისა რა პოლიცია, სასამართლო, სკოლა, განათლების სისტემა უნდა ჩამოუხსნათ ეს თან მერაბ რა არის იცით რომ ესენი არა მარტო ნებაზე და სურვილზე არის ძალიან კონკრეტული სტრუქტურები არსებობს ხო სუსით დაწყებული აი განათლების სამინისტროს მაგალითად თავისი ინსპექცია აქვს ან თავის პოლიცია ყავს თავისი ფინანსური საგადასახადოს ისენი ყავს რატო აუდიტი ყავს ის რატო არის საჭირო ეს დუბლირება რატო უნდა ყავდეს თავის სადამსჯელო ზუნდერ ჯგუფები განათლების სამინისტროს რომ იაკერზაიას кейსი რაც იყო რომ ეგეთები მივიღოთ ჩვენ აი ესეთი უბედურებები მინდა არაფერი განათლების სამინისტრო ჩვენი ხედვით უნდა იყოს დამოუკიდებელი იმდენად და ყველანაირი კონტროლის მექანიზმები უნდა ჩამოშორდეს და უნდა ქონდეს მარტო მხარდაჭერის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს იგივენაირად სხვა ყველა სამინისტროს ეს დავამატებდი თუ შეიძლება თუ დრო გვაქვს არ შეიძლება 3 მილიონიან ქვეყანაში 300,000 სახელმწიფო მოხელე იყოს რა. ეს 300,000 მოხელე იზოლებულია ისეთ პირობებში ყავს ჩაყენებული ოცნებას რომ იზოლებულია ხმა
მისეს თუ ხმამაღლა თუ არა ფარულად მაიც, იმიტომ რომ მაზეა დამოკიდებული მთელი თავისი 300,000 კაცი კიდე. აი ამ ხელა ეს რეზერვი თუ განთავისუფლდა, თუ სახელმწიფო სამსახურში იქნება პროფესიულად და არა პარტიული ნიშნით. და გარანტირებული იქნება მას. ხო, აი ხა მაგალითად დასავლეთ ქვეყნებში საჯარო მოხელეები რო დაიწყებ დღეს რო ხარ 25 წლის ადამიანი და იწყებ საჯარო მოხელეთ მუშაობას 30 წლის მერე სად იქნება იცი. და ხელშეუხებელი ხარ. მადლობა დიდი. რევაზ აფხაზავა თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს წევრი ვაჟა გაფრიაშვილი ექიმი იყვნენ ჩვენი სტუმრები, როგორც გითხარით გუშინ ჩატარდა ფორუმი საქართველოს გულისთვის და სწორედ ამ ფორუმზე ვსაუბრობდით. მე გემშვიდობებით სულ რამდენიმე წუთით გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით თეონა აკუბარდია იქნება ჩვენი სტუმარი. მაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში და ჩვენი შემდეგი სტუმარია თეონა აკუბარდია. დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ასე წარგადგინა ალბათ. მოგესალმები. მოწვიეს პარლამენტის წყალსარში. კი ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სანამ ძირითად თემებზე გადავალთ, მანამდე ეს ახალ ამბავზე თქვენი კომენტარი მაინტერესებს. ირაკლი ყობახიძემ გამოაცხადა, რომ გააუქმეს გადაწყვეტილება ტექნიკურ უნივერსიტეტს და TSU-ს გაერთიანების შესახებ. რა განაპირობაა შენი აზრით ეს გაუქმება? ხო, გააუქმეს და დააბრუნეს 1990 წლის მდგომარეობით ტექნიკური უნივერსიტეტი. არა, ესე თქვა ხო, რომ 90 წლამდე რა ფაკულტეტებიც იყო, ისინი იქნება. არ ვიცი, მე მახსოვს, რომ რუსული კანონიც ესე წაიღეს უკან და არასდროს არ შემოიტანენ, მაგრამ შემდგომ უკვე და ერთ წელიწადში იმავე კაცს შემოატანინეს, რომ მომას დაიფისა, რომ არასდროს აღარ შემოიტანა და ამ უკვე იყო მდინარაძე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს. შესაბამისად, რამდენად ბოლომდე გაუქმებულია ეს გადაწყვეტილება ამას დრო გვაჩვენებს. მეორეც ხრევა ყობახიძე თავისი განცხადებით გადაწყვიტა თუ რა ფაკულტეტები უნდა იყოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც კიდევ ერთხელ აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება ისევე როგორც ცვლილებებია. ამას მოყვება აუცილებლად ილიაონის საკითხიც და თუ 90 წლამდე არსებულ სისტემა სურს ირაკლი ყობახიძეს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება შესაძლებელი, თუმცა რატო იყო 1990 წლამდე განათლების სისტემა კარგი, ჩემთვის გაუგებარია და საბოლოო ჯამში ხო, ეს არის დროებით უკან დახევა, იქამდე ილიაონის წინააღმდეგ გალაშქრება და შემდგომ არ გამოვრიცხავ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმების საკითხი კვლავ დააბრუნონ დღის წესრიგში რუსული კანონის არ იყოს. აი ეს არის და ეს. ერთი ან ორი წლის მერე, ხო? კი ბატონო. ერთი წელი ყველაზე მაქსიმუმი. აქ საინტერესო არის, რატო გახდნენ იძულებული უკან დაეხიათ. სავარაუდოდ ახლა ბიზნესმენშვილის გადაწყვეტილება იქნება ეს. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მინისტრი ამბობენ ორი დღით ადრე, რომ მიქანაძე რამეს წყვეტს. ეს არ შეიცვლება. კი ბატონო. ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ამის გაკეთება მოუწიათ. ნუ ნახოთ როგორ გაგრძელდება. მანამდე კი მინდა კითხვა აუცილებლად საგარეო თემებთან დაკავშირებით. და ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ორი დღეა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ოლიმპიადაზე მილანში შეხვდნენ. სურათი გადაიღეს და შეხვედრად გავიდეს. ამერიკის ჯიდევენს და ასევე მარკო რუბიოს და გუშინ მიხეილ ყაველაშვილი ამბობდა, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა და რუბიომ მათ უთხრა, რომ კი გამოსასწორებელია ურთიერთობები, ბევრი ნეგატივი დარჩა. მაგრამ ესე მალე არ გამოვა ბაიდენის ბრალია და დაელოდა. რაღაცები არის ხო გადასახედიო დღეს აგერ გააკეთა განცხადება პრემიერ-მინისტრმას და თქვა, რომ ნუ ისინი ასე თქვა რუბიოს გზავნილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი მხრიდან გამოხატული იქნება სრული ღიაობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. და ნუ ამ ფონზე იმართება ჯიდევენსის ვიზიტი რეგიონში, სომხეთში და აზერბაიჯანში, მაგრამ ნუ საქართველოში არ შემოიმდის. ხო, დავიწყოთ იმით, რომ მე ეს მაგონებს ყაველაშვილის წინა გასვლით ვიზიტს, როდესაც მან განაცხადა, რომ ტრამპი დაპირდა, რომ დამირეკავსო და აგერ წელი კი გავიდა და არ დაურეკავს. მაშინაც იყო რაღაცა ისეთი მისალმება და არა შეხვედრა. რასაც ყაველაშვილი ყვება, რა თქმა უნდა, ეს არის შეხვედრის ნაწილი, რაც არ მომხდარა და რაც რა თქმა უნდა შეუძლებელია, რომ მისალმების დროს მომხდარიყო. მით უფრო მაშინ, როდესაც მარკო რუბიოს
ასე ვთქვათ, გზავნილები სურდა ელჩ დანიგანს, ამერიკის ელჩ დანიგანს გადაეცა ბიზნე ივანიშვილისთვის, რადგან ივანიშვილმა თქვა, რომ ის ვერ შეხვდებოდა მას, იმიტომ რომ მისი ფული უჭირდა და შემდგომ ირაკლი კობახიძის გაგზავნილ ჯერ დახურულდა მერე საჯარო წერილზე, ელჩმა განაცხადა, რომ ძალიან დაშობროწყყოფელი წერილი იყო ეს კობახიძის მხრიდან ტრამპის ახალი ადმინისტრაციის მიმართ. და ჩვენ ვიცით, რომ შეერთებულ შტატებს ნათქვამი ჰქონდა, რომ სამი წინაპირობა იყო ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და პირველი წინაპირობა იყო ანტიამერიკული პროპაგანდის შეწყვეტა და დანარჩენი ორი წინაპირობაც გვახსოვს ხო ქვეყანაში იმ ავტორიტარიზმის შეჩერება, რასაც ივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო ამძაფრებს ახლა. ამიტომ ანტიამერიკულ პროპაგანდას თუ ნახავთ, არ ვიცი ახლა შათერიშვილი კარის ფილოსოფოსია ივანიშვილის და Deep State რომ არის ტრამპი ეს უკვე გითხრა, მაგრამ ახლა უკვე გითხრა, რომ მაგას მშვიდობა კი არა, მთავარი ომის კაცი ეგ არისო და მათ შორის ანტიამერიკული პროპაგანდის ერთ-ერთი ავტორი მამუკა მდინარაძე სუსის სავარძლიდან ამბობდა, რომ ამერიკა კიდევ აპირებდა გადატრიალების მოწყობას. შესაბამისად, ძალიან რთული მდგომარეობა აქვს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის კუთხით და დაახლოებით იმედი არის, შანსი არა, ამ რეჟიმში არიან და ცდილობენ, რომ იმედი მაინც დაუტოვონ თავენ ამომრჩეველს, რომ ტრამპი მოიხედავს და დაელაპარაკება მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი უკვე შეერთებულ შტატების, არიან მათ შორის იმ მშვიდობის საბჭოში, რომელშიც საქართველოს მოწვევა არ მიუღია ტრამპის მხრიდან, 19 ფებრუარს სხვა შორის პირველი შეხვედრა ამ მშვიდობის საბჭოში შეერთებულ შტატებში და სადაც არის გარკვეულწილად საუბრები და მოლოდინი, რომ საბოლოო შეთანხმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესების დასასრულება შესაძლებელია ამ მშვიდობის საბჭოზეც იყოს და ყოველ შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტ ჯიდი ვენსის ვიზიტიც ერთ-ერთი ამ კუთხით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ამერიკის ხელში. დაემთხვა საინტერესო განცხადება ჯიდი ვენსის, რომელიც მან თქვა ირანთან დაკავშირებით, მაგრამ პირდაპირ მოახება ჩვენს. ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების და მოლაპარაკების წარმოება, რადგან ვინც მართავს ქვეყანას მართავს მეორე. ხო, ის არ გელაპარაკება სადღაც ჩვენი ხომეინი არის ბიზნე ივანიშვილი ამ შემთხვევაში. ხო, ეხლა რა აზრია გელაპარაკო პრეზიდენტსო, ხო? კი ბატონო. შესაბამისად თუმცა არ ვიცი ხა ეს მიდგომა რამდენად გავრცელდება ჩვენ. ეს მიდგომა უკვე გავრცელდა, იმიტომ რომ რუბიოს დანაბარების გადაცემა ელჩისთვის იყო დავალებული არა ირაკლი კობახიძეზე, რომელიც თავისთავად პრემიერს ეძახის, არამედ ბიზნე ივანიშვილზე, რომელიც მართავს რეალურად ქვეყანას და მაშინდელმა ელჩმა თქვა, რომ დიახ ივანიშვილთან უნდა შეხვედრა მას, იმიტომ რომ ის მართავდა რეალურად ყველაფერს. შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ელჩის პირით ეს უკვე თქვა ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს მიმართებაში და უბრალოდ ჯიდივენსმა გაახმოვანა ეს უკვე ირანთან მიმართებაში, თორე აქ საქართველოზე იყო პირველად ეს ყველაფერი ელჩის პირით შეერთებულ შტატების მხრიდან წამოღებული გზავნილით ნათქვამი სულ რაღაც 1 წლის წინ. საინტერესოა ასევე რატო ჩამოვიდა ხეს ჯიდივენსი და რა უნდა სამხრეთ კავკასიაში, ალბათ ეს ყველაზე საინტერესოა და რას კარგავს საქართველოს, არა მხოლოდ იმით, რომ მას ეთყოზე აქ ხაჭაპური არ ჭამა, როგორც ამას შალო პაპუაშვილი ცდილობს რომ წარმოაჩინოს რომ რაღაცა როდესაც საქართველოსია საუბარი უცხოელების მხრიდან, არამედ რა დაკარგა საქართველოს და რას კარგავს. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საგანგაშო ეს არის. მე დავიწყოთ იმით, რომ მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც ყარაბაღის ომის დასრულების შემდგომ შედგა, რეალურად დამყარდა ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მეცადინეობით და აქტიური მონაწილეობით და პრეზიდენტ ტრამპთან ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება პრეზიდენტ ალიევის და პრემიერ პაშინიანის სწორედ ამის დასტური იყო. გარდა ამ მშვიდობისა, შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ რუსეთის და ირანის გავლენებს, ასე რომ ვთქვათ, კიდევ უფრო ამოუკვეთოს ფეხი და კიდევ უფრო შეზღუდოს. და ეს ახალი მარშრუტი ტრამპის გზა მშვიდობის და კეთილდღეობისთვის ზანგეზურის დერეფანსაც უწოდებენ მას, არის რა თქმა უნდა დამატება შუა დერეფნის და ეს არის გზა იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ის იშვიათი მინერალები, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება აქვს პრეზიდენტ ტრამპს, წამოვიდეს აი ამ დერეფნით დასავლეთში. და ეს არის უმოკლესი გზა ამ მნიშვნელოვანი მინერალების მისაღებად შეერთებული შტატებისთვის. და ამ გზის აშენებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშენი იყო ნათქვამი, რომ 145 მილიონ დოლარს ჩამოდიოდა შეერთებული შტატები. კონკრეტულ ინვესტორები და ინვესტიციებზე მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა და ინტერესება უკვე არის. მათ შორის საუბარი არის ელექტრომატარებლებზე სომხეთთან მიმართებაში ბირთვული რეაქტორი, რომელიც სომხეთს აქვს ელექტროენერგიის მიზნით მისი
ასე რომ ვთქვათ, უზრუნველყოფა ამერიკული ტექნოლოგიებით და ამერიკელების აქტიური დახმარებით ამ მოდერნიზაცია ამ რეაქტორის და პრეზიდენტ ტრამპის სოციალურ ქსელში რა თქმა მიიღო რომ ძალიან ლამაზი ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტის დროს სომხეთში. საუბარია მათ შორის ასევე იმ შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კაბელის მეშვეობით მწვანე ენერგიის, ელექტროენერგიის ასე რომ ვთქვათ, გატარებას ევროკავშირისთვის და დასავლეთისთვის და აქ ჯერ კიდევ აზერბაიჯანთან იყო ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩასული, როდესაც ამ მწვანე ენერგიის განახლებაზე კონკრეტული შეთანხმებები დაიწყო. სომხეთმა გამოთქვა სურვილი, რომ მასაც სურს, რომ თავისი ელექტროენერგია, რომელსაც აგერ განახლებული ბირთვული რეაქტორით კიდევ უფრო მეტი ექნება, ესეც გაატაროს და ამაზეც მიდის მოლაპარაკება. ასევე მნიშვნელოვანი არის საქართველოს გარეშე არ გამოვა ხო ხა ეს კაბელი ჩვენთანაც უნდა გაატარონ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ალიევმა რომ ეს არის შუა დერეფნის დამატება არის სანგეზურის დერეფანი. მაგრამ შუა დერეფანი რომ განვითარდეს, ახლა გუშინ წინ იყო გამოქვეყნებული ევროკომისიის ხარდაჭერით შემუშავებული დოკუმენტი შუა დერეფანზე. საქართველოს აქ მარტო გეოგრაფია არ ყოფნის. გეოგრაფია არაფერი არ არის თუ არ იქნება კონკრეტული ინვესტიცია, თუ არ იქნება გეოპოლიტიკური როლის და შესაძლებლობის გამოყენება მათ შორის საანდო პარტნიორობის კუთხით. აიაკლეს პორტი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია უნდა ქონოდა და რაც ღრმაწლოვანი პორტი იყო და ამ შემთხვევაში საქართველოს ძალიან დიდ მნიშვნელობას და შესაძლებლობას აძლევდა შუა დერეფნის განვითარების კუთხით. ამავე დოკუმენტში წერია მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ასევე არ დასრულებულა. ამავე დოკუმენტში ასევე ეწერა შემოვლითი გზები ბათუმის და ფოთის პორტების, შავი ზღვის კაბელი, მათ შორის ინტერნეტ კაბელი, რომელიც იქნებოდა სამხრეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ისე რომ რუსულ ინტერნეტზე არის ეს რეგიონი. ძალიან ბევრი კონკრეტული პროექტია, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც აი შუა დერეფნის განვითარებაზე, მაგალითად, მაისში იყო ლუქსემბურგში შეხვედრა, სადაც სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი ეწეოდა საქართველოს არ დაუძახეს. ტაშკენტში იყო შემდგომ შეხვედრა და იქაც საქართველოს არ იყო წარმოდგენილი. აგერ ახლა შუა დერეფანზე და მათ შორის ამ ზანგეზურის დერეფანზე ჯიდივენსია ჩამოსული, იქ საქართველოში ის არ ჩამოვიდა. დაოსის შეხვედრაზე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები როგორც სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნები ისე საუბრობდნენ და საქართველოს არც ერთ ამ საუბარში არ არის და ეს არის კიდევ და კაბელი და ასე შემდეგ და დღეს ირაკლი ყობახიძემ გააკეთა კომენტარი თემაზე რომ ევროკომისიამ გამოაქვეყნა კვლევა შეფასება, სადაც ხო ხაზგასმული ანაკლის მარტივი პორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, მაგრამ ყობახიძე ამბობს ასეთ რამეს. ევროპელი ბიუროკრატები სულ ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი უნდა დაიწყოს. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირ დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებასთანაც ბჭყალებში ჩასვა მოუნდებათ, ასევე დიალოგის დაწყებაო. ანუ იმედი აქვს, რომ ამ პროექტებიდან გამომდინარე მაინც მოხდება. არ დაგველაპარაკებენ, არაფერი არ გამოვა. ჩვენ არ დაგველაპარაკებთ. აი წარმოგიდგენთ ახლა თქვენ გჭირდება თქვენი სახლისთვის რაღაცა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებები. თქვენი ძველი მეგობარი, რომელიც გეუბნებათ რომ ამაში დაგეხმარებოდათ და თან ეს მისთვისაც საჭირო იყო და თქვენთვისაც ამ დროს მასთან ხართ კონფლიქტში და ამბობთ რომ იქით მოვიდეს და მელაპარაკოს იმაზე, რაც მე მჭირდება, თუ არა და მე არ დაველაპარაკები. კიდევ ერთხელ გეოგრაფია არის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას ან ჩვენ გამოვიყენებთ, ან ვიქნებით ჩიხი და რუსეთის ჩიხი. ხა რაც ყობახიძემ თქვა, რომ თუ რუსეთს დაელაპარაკებიან, მაგ შემთხვევაში ჩვენს დაგველაპარაკებიან და უხარე ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ არიან რუსეთზე მიმულები და საქმეც იმაში რომ შუა დერეფანის ინტერესი დასავლეთის მხრიდან იყო, იმიტომ რომ ის რუსეთს ცდებოდა და რუსეთის და ირანის გავლის გარეშე აწვდიდა ტვირთებს დასავლეთს. და მაშინ როდესაც ისინი ამბობენ რომ ჩვენ რუსეთს დავეკიდებით და თუ რუსეთს დაელაპარაკებიან, მაგ შემთხვევაში ჩვენზეც რაღაცა წამოვა, ეს არის ძალიან მიამეტური და ბავშვური გათვლა. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საერთოდ არაფერი არ იციან საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენს დაგველაპარაკონ, ჩვენ ასეთი საშინელებები ვართ, ხო, რუსეთთან შედარებით. არა, ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთს არ ელაპარაკებიან და თუ რუსეთს დაელაპარაკებიან ამ შემთხვევაში იმაზე, რასაც ქვია უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დასრულება. და
არა ზოგადად დაელაპარაკებენ, რაც ირაკლი კობახიძეს უნდა რომ ასე მოხდეს. ამიტომ მათი გათვლა არის ის, რომ ისე რუკაზე ჩვენ შავი ზღარ ახან გვაქვს და ანაკლიის სპორტის თეორიული შესაძლებლობა ჩვენ აგერ დავждებით, გავაგრძელებთ ხალხის ციხეში გაშვებას, მათ შორის იმიტომ რომ ვინმე მათ არ აღიარებთ და ამიტომ 6 წლის ციხეში გაუშვებენ. ყველას ვისაც აზრი აქვს, არა პოლიტიკური, არამედ სამოქალაქო მათაც ციხეში გაუშვებენ. დაუძახებენ Deep State პრეზიდენტ ტრამპს და თან პრეზიდენტ ტრამპი დაურეკავს ყავალაშვილს და ყველაფერს დაალაგებს. და ეს არ ხდება, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ. ყოველთვის არსებობს ალტერნატივა. საქართველოს მონოპოლისტური მდგომარეობა, რაც ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შედეგად ამ სატრანზიტო დერეფნის კუთხით დასრულებულია. და ეს არის ძალიან კარგი, რომ დასრულებულია, იმიტომ რომ ამერიკის და დასავლეთის ძალისხმევით შესაძლებლობა უჩნდება მთლიანად რეგიონს, რომ მშვიდობიანად ვიცხოვროთ. და ერთ-ერთი ვისაც ამ მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ აქვს იერიშში წამოწყებული, ეს არის ირაკლი კობახიძე და ბეძინა ემონიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ უნდა იმუშაოს მან იმაზე, რომ ამ შუა დერეფანში ანაკლიის სპორტი გაკეთდეს. ანაკლიის სპორტზე ხო იყო შეთანხმება, რომ ჩინეთი იქნებოდა ინვესტორი, ხო? სად არის? აი რატო არ არის? რატო არ ლაპარაკობს ამაზე, რომ რატო არ არის ანაკლიის სპორტის სამუშაოები დაწყებული ისე, როგორც გითხრეს, რომ უნდა დამთავრებულიყო და უნდა ყოფილიყო, ხო? ან ეს რკინიგზის ინფრასტრუქტურა რით ვერ დააყენეს საშუალო, რომ მოხდეს მისი მოდერნიზაცია, გზები შემოვლითი, სადაც უამრავი ფული შეიჭამა, თურმე გითხრეს, მაგრამ არც არაფერი, ხო? ამიტომ ისინი არათუ ევროკავშირის მომავალს გვართმევენ, ეს უკვე დამთავრებული ამბავია ამათ ხელში. გვართმევენ გეოპოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების თუ გაფართოების შესაძლებლობას. და ეს გრძელვადობაში კიდევ უფრო მეტად დაარტყამს თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ ჯიბეზე, არამედ უსაფრთხოების კუთხით, ვიდრე ეს არის ახლა. და აი ამიტომ არის ყველაზე დიდი ღალატი, რასაც ისინი ახლა აკეთებენ და ამიტომ არის ის პროპაგანდა, რომ აი ჩვენ აქ ვიჭდებით, ყველას დავიჭერთ, ყველას ვლანძღავთ, მაგრამ მაინც ჩვენ დავჭირდებით და აღარ აქვს საქართველოს ეს მონოპოლია ამ დერეფნის კუთხით და შესაძლებელი არის რომ თუ საქართველოს ესე გააგრძელებს ყოფნას განავითარონ სხვა მარშრუტები აი კიდევ ერთხელ ხა ზანგეზურის დერეფანი ხო ეს ტრამპის გზა მშვიდობისთვის სომხეთი და აზერბაიჯანი უკავშირდებიან ერთმანეთს მათ შორის თურქეთი აგერ ხა ორ პორტს აშენებს თავისთან და საერთოდ არ არის პრობლემა რომ საქართველოს აცთეს ძალიან ბევრი ტვირთი და ისე წავიდეს რომ ჩვენზე არც არაფერმა არ გაიაროს ამიტომ გეოპოლიტიკური ფუნქციის ის შესაძლებლობა რომელიც ედუარდ შევარდნაძის და მამა ალიევის დროს ჩაიყარა საფუძველი იმ რეალობიდან გამომდინარე ეს დასრულებულია ახალი გადანაწილების დროს ჩვენ არ ყავს იმ ტიპის ხელისუფალი რომელიც არა თავის ფულზე და ბიზნეს დაცვაზე არამედ ქვეყანაზე იფიქრებდა და ამ დროს ისტორიული ვიზიტი აი 2009-ში იყო ბოლოს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსული საქართველოში შეერთებული შტატების ბაიდენი და მას შემდგომ არ ყოფილა ასეთი ვიზიტი და პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მოდის რეგიონში და საქართველოში არ ჩერდება თუნდაც 2 საათით და ის რომ ყავალაშვილმა მას ხელი ჩამოართვა ჩვენ მოვყიდონ ახლა რომ თურმე ელაპარაკა აი მე ძალიან მარტივი კითხვა მაქვს თქვენ უყურებთ ხოლმე პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლებს და მის ძალიან ისეთ სერიოზულ კრიტიკას წინა ადმინისტრაციაზე ხო ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით თუ ბაიდენის ადმინისტრაციის ბრალია მხოლოდ სტრატეგიული ურთიერთობების დასრულება საქართველოს როგორც ესენი ახლა ცდილობენ წარმოაჩინენ და არა ივანიშვილის მაშინ რატომ არის შეუძლებელი რომ ეს ურთიერთობა მალე დაბრუნდეს და აღდგეს ხო ან თუ სტრატეგიული პარტნიორობა საჭირო იყო რასაც დღეს გვეუბნებიან რატომ დააზიანეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა და რატომ იძახეს რომ ამერიკა გადატრიალებს და რევოლუციებს აწყობდა ნუ მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება მე ვფიქრობ მათი პროპაგანდის გამოწვევაც არის ის რომ ხან ამერიკაზე შეიძლება თავში წამოთაქება და დაბრალება ის რევოლუციებს აწყობდა და ხან ხო ოპოზიციამ უნდა გააგზავნოს ჯიდივენს ზაზა შათერიშვილის წერილებით მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის თეონა აკუბარდია იყო მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ გეოპოლიტიკური როლის დაკრინებაზე რაც ისინი აკეთებენ დღეს კი ბატონო თეონა აკუბარდია იყო ჩვენი სტუმარი ასეთი იყო დღევანდელი